მოკლედ ერთი ვიდეო მინდა ჩავწერო მონიტორთან დაკავშირებით, როდესაც მანქანას ვთიშავთ, კარებს ვაღებ და მონიტორი ისევ არ ითიშება და მოდი ახლა გაჩვენებთ აი ამ შემთხვევაში ამ მანქანას რა ჭირს, აი როგორც ხედავთ გამომშავებულ მდგომარეობაშია, მანქანას ვთიშავთ, მონიტორი რა თქმა უნდა ჯერ არ გაითიშება იქამდე სანამ კარებს არ გავაღებთ და მოდი გავაღოთ ახლა კარები და ვნახოთ, აი როგორც ხედავთ მონიტორი არ გაითიშა. ეხლა დააკვირდით მე, როდესაც აი ამას ორჯერ ესე მოვკრავ ხელს, მონიტორი ავტომატურად გაითიშება. ამას აქვს აი აქ დაზიანება, ამ ბლოკში დაზიანება, მაგრამ მეორე მხარეს არ აქვს დაზიანება და მეორე მხარეს როგორც კი გავაღებ, ეგრევე ითიშება მონიტორი და თქვენ თვალის წინ აი ნახეთ, დააკვირდით ახლა მომენტალურად როგორც კი გავაღე, всё, აი მანქანაც ანუ მონიტორიც გაითიშა. აი ეგ არის. ეხლა კიდე ვიღაც დამიწერს, რომ არავითარ შემთხვევაში არ იქნება მაგის ბრალიო. დაინახეთ ფაქტი სახეცია, გაჩვენეთ კიდევაც, რომ ძირითად შემთხვევაში არის აი ამ საკეტის ბრალი. რადგან კიდე გეუბნებით, აქ არის ბლოკი, არის შტეკერი შეერთებული, სადაც პასუხისმგებელია აი ამ ყველაფერზე, პლუს ამას ამ ნათურებზე არის ხშირი შემთხვევა, სადაც აი ეს ნათურები არ ითიშება კარების გაღების დროს. მსგავსი პრობლემაცაც იწვევს აი აქ არსებული ბლოკი. რა თქმა უნდა, სულ არ არის ამის ბრალი, მაგრამ ძირითად შემთხვევაში კიდე გეუბნებით, არის კარების საკეტის ბრალი მონიტორის არ გათიშვა. მე კი დაგემშვიდობებით, კარგად იყავით, მომავალ შეხვედრამდე.